ჩვენ ბევრი ქვეყანა გვებრძვის. ნატოს ყველა ქვეყანა ჩვენთან ომშია ჩართული. ისინი ამას აღარც მალავენ. სამწუხაროდ უკრაინაშიც არიან ინსტრუქტორები დასავლური ქვეყნებიდან და ისინი რეალურად მონაწილეობენ საბრძოლო ოპერაციებში. ევროპაში შეიქმნა სპეციალური ცენტრი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა საქმიანობას, აწვდის ინფორმაციას, გადასცემს სადაზვერვო მონაცემებს კოსმოსიდან, ამარაგებს იარაღით და წვრთნის უკრაინელ ჯარისკაცებს. ვიმეორებ, ინსტრუქტორები მონაწილეობენ არა მხოლოდ წვრთნებში, არამედ საბრძოლო გადაწყვეტილებების მიღებას და ზოგჯერ განხორციელებაშიც. Информация это мощное оружие, оно правда уже. რაც შეეხება ტომაჰავკებს, ეს მძლავრი იარაღია. მართალია ისინი მთლად თანამედროვე არაა, მაგრამ ძლიერია და საფრთხეს ქმნის. რა თქმა უნდა, ბრძოლის ველზე ეს ძალთა ბალანს არ შეცვლის. საერთოდ არა. შეუძლიათ თუ არა ტომაჰავკებს ჩვენთვის ზიანის მოყენება, მათ შეუძლიათ. თუმცა ჩვენ ჩამოვაგდებთ მათ და გავაუმჯობესებთ ჩვენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს. დააზიანებს თუ არა ეს ჩვენს ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, რა თქმა უნდა დააზიანებს. სხვაგვარად ვერც იქნება. ტომაჰავკების გამოყენება ამერიკელი ჯარისკაცების პირდაპირ მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს ესკალაციის სრულიად ახალ, თვისებრივად ახალ ეტაპს ნიშნავს, მათ შორის რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში. Американских военнослужащих. Владимир Владимирович, ბატონო ვლადიმერ, რატომ გზავნით ამდენ დრონს დანიაში? посылаете. Не буду больше. აღარ გავაკეთებ არც საფრანგეთში, არც დანიაში, არც კოპენჰაგენსა თუ ლისაბონში. თუმცა სერიოზულად თუ გაინტერესებთ, არც კი გვაქვს დრონები, რომლებიც ლისაბონამდე მიაღწევს. რამდენიმე გვაქვს, რომლებიც შორმანძილზე მოქმედებენ, მაგრამ სამიზნე არ გვყავს, რაც ყველაზე მთავარია. ეს ესკალაციის ერთ-ერთი გზაა ვაშინგტონის უფროსების ბრძანებების შესასრულებლად და თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად.